22 მაისი 2026 წელი. ირანის ახალ აიათოლას სჯეროდა, რომ მისი უზარმაზარი დრონების არმია აშშ-ს სამხედროებისთვის უხილავია. დამალული მიწისქვეშა ბაზებსა და სანაპირო კუთხეებში ირანი გარკვეული წარმატებით ახორციელებდა მოულოდნელ თავდასხმებს. მათ უბრალოდ გამოიყენეს ფართოდ გაშუქებული დიპლომატიური ზავი, როგორც საფარი, რათა ამერიკული დრონი ციდან ჩამოეგდოთ. ისინი ფიქრობენ, რომ მათი მიწისქვეშა ციხესიმაგრეები მათზე მიკვლევას შეუძლებელს ხდის. ისინი ფიქრობენ, რომ პენტაგონს აჯობეს. ისინი საშინლად ცდებიან. აშშ აქტიურად აგროვებდა მონაცემებს, აანალიზებდა დაზვერვას და ზუსტად ადგენდა იმ ადგილებს, სადაც ეს რესურსები ინახებოდა. ისინი ფლობდნენ ამ ინფორმაციას და ახლა უბრალოდ იდეალურ მომენტს ელოდებოდნენ მის გამოსაყენებლად. მაისის 28 დილის საათებში საბოლოო ბრძანება შევიდა ბანდარ აბასში. ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი ერთ-ერთ ბოლო წარმატებას არნიშნავდა მიწისქვეშა უპილოტო ოპერაციების ცენტრში. მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ 2000 ფუნტიანი ბომბი ზუსტად მათ თავზე ხმოვან ბარიერს არღვევს. აიათოლა ფიქრობდა, რომ მისი საიდუმლო უპილოტო ქსელი გადამწყვეტი იარაღი იყო. აბა, როგორ მოახერხა ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა მისი უხილავი არმიის ზუსტი რუკის შედგენა? მე-8 აპრილს, მას შემდეგ რაც ღია კონფლიქტი ერთი თვეზე მეტხას გაგრძელდა და აშშ-მ და ისრაელმა ირანში ასობით ობიექტი დაბომბეს და ქვეყნის რეჟიმის დიდი ნაწილი გაანადგურეს, მათ შორის მისი ყოფილი უმაღლესი ლიდერი. ხოლო ირანმა პასუხად მნიშვნელოვანი საზღვაო გზის ბლოკირება მოახდინა. ჰორმუზის სრუტე. აშშ-მა და ირანმა საბოლოოდ დროებით და წინასწარ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. პაკისტანის შუამავლობით და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა ირანის ომის დასასრულის დასაწყისი უნდა ყოფილიყო. ეს უნდა ყოფილიყო ჰორმუზის სრუტის ეტაპობრივი გახსნის ნიშანი და ორივე მხარეს მისცემოდა შესაძლებლობა გადაედგათ ნაბიჯი უფრო ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმებისკენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში სამხედრო აქტივობები თავდაპირველად შემცირდა, ირანმა არაჩვენა ბლოკადის მოხსნის არანაირი ნიშანი ჰორმუზის სრუტეში. გემებს კვლავ ემუქრებოდნენ და არაძლებდნენ სრუტეში გავლას. რაც აიძულებდა აშშ-ს გადაედგა დამატებითი ნაბიჯები და დაიწესებინა საკუთარი სამხედრო ბლოკადა ირანული გემებისთვის, რომლებიც ქვეყნის პორტებში შედიოდნენ ან გამოდიოდნენ. ეს თავის მხრივ ისეთ სიტუაციებს იწვევდა, სადაც ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებდა. მიღებული ინფორმაციით, ირანულმა დრონებმა და რაკეტებმა აპრილში რამდენიმე მეზობელი სახელმწიფო დაარბეს, მათ შორის ერანის. შეერთებულმა შტატებმა იძულებული გახდა ცეცხლი გაეხსნა ირანულ ხომალდზე, რომელმაც 19 აპრილს ბლოკადის გარღვევა სცადა. მაისისთვის სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან ორივე მხარე ჩართული იყო ურთიერთდამოკიდებში. მაგალითად, 7 მაისს ირანმა წამოიტყვა მასშტაბური შეტევა დრონების, რაკეტებისა და სწრაფი შეტევითი ნავების გამოყენებით 3 ამერიკულ სამხედრო გემზე, USS Truxtunზე, USS Rafael Peraltაზე და USS Masonზე. ამერიკულ ხომალდებს არ დაზიანებულან და მსხვერპლიც არ ყოლიათ და მალევე საპასუხო დარტყმა განახორციელეს. ირანის საპორტო ქალაქ ბანდარ აბასსა და ქეშმის კუნძულზე გახსნეს ცეცხლი, სადაც როგორც ამბობენ, განთავსებულია მრავალი სარაკეტო ბატარეა და დრონების ჯგუფები. ირანმა ასევე სცადა ჰორმუზის სრუტეში ნაღმების განთავსება, მაგრამ ეს ცდილობებიც შეაჩერა შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა, რომლებმაც მარტივად დააფიქსირეს და გაანადგურეს ნაღმების დამპენი ხომალდები. თვის ბოლოსთვის ამ საპასუხო შეტაკებების შედეგები აშკარად ჩანდა. შეერთებული შტატები პრაქტიკულად არ დაზარალებულა. ის კვლავ ინარჩუნებდა დომინირებას ჰორმუზის სრუტესა და მთლიანად სპარსეთის ყურეში, სადაც უზარმაზარი სამხედრო ძალა ჰყავდა თავმოყრილი, რომელიც შედგებოდა მსოფლიოს წამყვანი სამხედრო გემებისგან, ასობით თვითმფრინავისა და სხვა უახლესი ტექნიკისგან. ამასობაში ირანის სამხედრო ძალა თითქმის განადგურებული იყო. მისი საზღვაო ძალების და საჰაერო თავდაცვის დიდი ნაწილი განადგურდა საწყის დაბომბვებში. ხოლო შემდგომმა დათმობებმა ირანის რევოლუციური გვარდიის ლოგისტიკა პარალიზებული გახადა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული რესურსები გაანადგურეს და ირანს ძალიან ცოტა საშუალება დარჩა თავის დასაცავად. ირანმა იცოდა, რომ ამერიკას კიდევ უფრო მეტი ზიანის მიყენების ძალა ჰქონდა. როცა და როგორც მოისურვებდა, მისი სამხედრო გემები სულად იყო აღჭურვილი საჭირო რაკეტებით, ხოლო მისი სტელს ბომბდამშენები და საბრძოლო თვითმფრინავები უკვე დაამტკიცეს, რომ ირანის საჰაერო სივრცეში თავისუფლად შედიან და გამოდიან, როცა და როგორც მოისურვებდა. ძალის უმეტესობა დაკარგული ჰქონდა და ვერ ახერხებდა აშშ-ს საზღვაო ძალების გამოწვევას ტრადიციული მეთოდებით. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის უმაღლეს სარდლობას მხოლოდ ერთი რეალური არჩევანი დარჩა და ტაქტიკურად გადაერთო იმაზე, რასაც თავის ბოლო კოზირად მიიჩნევდა, მის დრონების არმიაზე. წინა წლებში ირანმა ჩუმად შექმნა პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე საშიში, დეცენტრალიზებული დრონების ფლოტი. მათ უარი თქვეს ძვირადღირებულ გამანადგურებელებელ თვითმფრინავებზე და მასობრივად აწარმოეს იაფი, ერთჯერადი კამიკაძე დრონები. ზოგიერთ ამ დარტყმით დრონს, მაგალითად შაჰიდ 136-ის
უზარმაზარი გავლენა მოუხდენია მსოფლიოს სამხედრო ძალებზე. მაგალითად, რუსეთმა ფაქტობრივად დააკოპირა ამ დრონის დიზაინი და შექმნა გერან 2 დრონები, რომელსაც ფართოდ იყენებს უკრაინის დაბომბვისთვის. ამავე დროს შეერთებული შტატებიც ძლიერად შთაგონებული იყო შაჰიდ 2036-ით, როდესაც ავითარებდა თავის დაბალბიუჯეტიან უპილოტო საბრძოლო შეტევით სისტემას, ანუ ლუკას უპილოტო აპარატებს. ირანის არსენალში სხვა დრონებს შორისაა შაჰიდ 159, ანუ გაზა, რომელსაც შეუძლია ერთ დღემდე იფრინოს და ერთდროულად 13 ბომბამდე ატაროს, და შაჰიდ 129, რომელიც ხშირად გამოიყენება სადაზვერო, მეთვალყურეობისა და დაზვერვის მისიებისთვის, ანუ ISR მისიებისთვის, ასევე დათმითი მისიებისთვის. მრავალფეროვანი უპილოტო საფრენი აპარატების ფართო არჩევანით, რომელთა უმეტესობა მასობრივ წარმოებისას საკმაოდ იაფია, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის დრონების ტაქტიკა ძირითადად ემყარება სამიზნეების მასობრივ შეტევას, რათა მოწინააღმდეგის სააერო თავდაცვის სისტემები გადატვირთონ გადატვირთვა. ირანელმა მეთაურებმა იცოდნენ, რომ ამერიკულ თავდაცვას შეეძლო უპილოტო საფრენი აპარატების 99%-ის მარტივად ჩამოგდება, მაგრამ თუ ისინი მასიურ სატურაციულ დრონულ იერიშს დაიწყებდნენ, ერთი $20,000 დრონი შეძლებდა ბადიდან გასხდომას და $1 მილიარდ ამერიკული რესურსის პარალიზებას. თეირანი ამას კარგად აცნობიერებდა. თუ მას სულ და რაიმე შანსი ჰქონოდა ამერიკული სამხედრო ძალის უზარმაზარი ძალის წინააღმდეგ და შეესჭოს საზღვაო ფლოტი თავისი წყლებიდან და საჰაერო სივრციდან გაეძევებინა, სწორედ მისი დრონები იქნებოდა გადამწყვეტი. ისინი სასოწარკვეთილად ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ცას ისინი აკონტროლებდნენ და რას ჯობს იმის ჩვენებას, თუ რა შეუძლია ამ დრონებს, ვიდრე მათი გამოყენება აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ და შთამბეჭდავ სამხედრო ობიექტზე თავდასხმისთვის. ამიტომაც მათ მიზანში ამოიღეს შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ყველაზე ძვირფასი აქტივი. 35 Lightning 2 26 მაისი 2026 წელი. მრავალი ადამიანისთვის F-35 ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გამანადგურებელი თვითმფრინავი. მას ხშირად ფრინავ კომპიუტერსაც კი უწოდებენ. მას აქვს უამრავი სენსორი, სკანერი და სხვა ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას აძლევს პილოტს და მის გარშემო მყოფ დანაყოფებს მიიღონ შეუდარებელი ინფორმირებულობა გარემოს შესახებ. ასევე ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უხილავი თვითმფრინავია, რაც კიოდესმე შექმნილა. მისი დიზაინის ყველა ნაწილი, შიდა იარარის განყოფილებებიდან დაწყებული რადარს შთამთქველი გარე საფარით დამთავრებული, შექმნილია იმისთვის, რომ რადარის აღმოჩენას თავი აარიდოს და როგორც ამბობენ, თრის საჰაერო სივრცეში შეუმჩნევლად გაიაროს. მაგრამ ირანული დრონი ახლა აპირებს დააკვირდეს იმას, რასაც ვერავინ აკვირდება. ამერიკულ F-35-ს, რომელიც თეირანის აზრით აღმოაჩინეს და შემდეგ მასზე დაკვირვება დაიწყეს, შეცდომა დაუშვა და ირანის საჰაერო სივრცეში შევა. კაბინაში F-35-ის პილოტს მოულოდნელი პულსირებადი სიგნალი აფრთხილებს, რომელიც არღვევს სიჩუმეს მის ჩაფხუტზე დამონტაჟებულ დისპლეის სისტემაში. მისი თვითმფრინავის სენსორული სისტემა მოულოდნელად გაზრდილ რადიოაქტიურობას აფიქსირებს. შორს ქვემოთ დაბალპროფილიანმა ირანულმა სადაზვერო დრონმა შენიშნა F-35 და ის უკვე რეალურ დროში გადასცემს გამოსახულებებს ირანის რევოლუციური გვარდიის ჯგუფებს ადგილზე. მილებით ქვემოთ ირანის სამხრეთის სანაპიროს კლდოვან ფერდობებში დამალული საჰაერო თავდაცვის ბატარეა აქტიურდება. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ოპერატორები სასწრაფოდ ცდილობენ თვითმფრინავის ზუსტი მდებარეობის დაფიქსირებას. დარჩენილი იყო მხოლოდ ბოლო დეტალის შესრულება, რომ გაესროლათ თვითმფრინავზე და ცოტა იღბლის შემთხვევაში წარმატებით მოეხვედრათ. მაგრამ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი დავალება არ იყო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და უნაკლოდ დაპროექტებული სამხედრო ტექნიკის ნიმუში, რაც კიოდესმე გამოუგონებიათ. ბევრი ითქვა F-35-ის პროგრამის $1 ტრილიონ ღირებულებაზე. კრიტიკოსები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, ამდენად კარგად დაიხარჯა ეს თანხა. და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დისკუსიები F-35-ის დიზაინის დადებით და უარყოფით მხარეებზე, ეჭვგარეშეა, რომ ეს გამორჩეული თვითმფრინავია. ის შექმნილია იმისთვის, რომ გადააჭარბოს ყველა არსებულ სტელსისა და გადარჩენის სტანდარტს. ის წარმოადგენს 10 წლეულების განმავლობაში განხორციელებულ ინვესტიციასა და განვითარებას. მისი ფორმა საგულდაგულოდ არის დაპროექტებული რადარის ანარეკლების შესამცირებლად. მისი სენსორები აგროვებენ და აერთიანებენ საომარი ველის უზარმაზარ მონაცემებს. და მისი ელექტრონული ომის კომპონენტები აგებულია თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებზე. მაგრამ F-35 მხოლოდ იმისთვის არ დაუგეგმოთ, რომ აღმოჩენას თავი აარიდოს, ის ასევე შექმნილია იმისთვის, რომ გაუმკლავდეს მტრულ ძლიერ დაცულ გარემოს და დაუპირისპირდეს საუკეთესო საჰაერო თავდაცვასაც კი. თავიდან აიცილოს გამანადგურებელი რაკეტები და მტრის რადარები ქალბის სიგნალებით დატვირთოს. რაც საშუალებას აძლევს მას მარტივად გაექცეს ყველაზე ცხელი საბრძოლო ზონებიდანაც კი და თითქმის ყოველთვის უვნებელი დარჩეს. ამიტომ სანამ ირანული თავდაცვის როლისთვის მოემზადებოდა, F-35-ის პილოტი უკვე იღებდა საჭირო ზომებს. მისი თვითმფრინავის ელექტრონული ომის სისტემებზე, სენსორებსა და სათვალთვალო მოწყობილობებზე დაბარდნობით. მათ სავარაუდოდ მტრის თავდაცვას მაშინვე დაბლოკავდნენ. გააგზავნიდნენ ყალბ სიგნალებს, რათა მტერი დაებნიათ და დეზორიენტაცია გამოიწვიათ. ვერ შეძლებდნენ მიზნის ზუსტად დაფიქსირებას. ირანული იარაღს არ ჰქონდა არანაირი შანსი ამერიკული გამანადგურებლის დასათმელად, რომელმაც სწრაფად მოახერხა გაქცევა და ირანის საჰაერო სივრცე სრულიად უვნებლად დატო. უმეტეს სამხედროებისთვის მტრის თვითმფრინავის შემჩნევა, მაგრამ მისი ჩამოგდება რომ ვერ მოახერხო, არაფერს ნიშნავდა. მაგრამ ირანის რევოლუციური გვარდია იმდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იყო, რომ ეს ინციდენტი გამარჯვებად წარმოაჩინა. სამხედროების უმაღლესმა სარდლობამ სიამაღით გამოაცხადა მათ სახელმწიფო მედიაში, რომ მათი რადარის ოპერატორებმა და დრონების ეკიპაჟებმა შეძლეს მტრის აღმოჩენა, თვალთვალი და ამერიკულ სტელს გამანადგურებელზე დამიზნება. მათ გაავრცელეს
გავრცელეს დაბალი რეზოლუციის სურათები ინციდენტის შესახებ. დრონით გადაღებული დაბალი ხარისხის კადრები, სადაც ჩანს თითქოს F-35 შორს მოჭას. და განაცხადეს, რომ მათ ეფექტურად დაამსხვრიეს ამერიკის უპირატესობის მითი. დაამტკიცეს, რომ F-35-ს ირანული ტექნოლოგიებით აქტიურად შეიძლება დამიზნება. მაგრამ არის განსხვავება ცაში რაღაცის შემჩნევასა და მასზე რეალურად შეტევას შორის. და კიდევ უფრო დიდი განსხვავებაა თვითმფრინავზე სროლის შესაძლებლობასა და მის ჩამოგდებას შორის. ყველაფერი, რაც ირანმა გააკეთა, იყო ის, რომ აჩვენა, შეეძლო ამერიკული გამანადგურებლის დანახვა, რომელიც შემდეგ უპრობლემოდ დაბრუნდა ბაზაზე. ფილმს არ მიუღია დაზიანება და თვითმფრინავიც უვნებელი დარჩა. ეს არის ნამდვილი წარმატების ისტორია, მაგრამ ირანის რევოლუციური გვარდია ამაზე არ გაჩერებულა. იმავე დღეს, როდესაც ირანმა გამოაცხადა F-35-ის აღმოჩენა, მან ასევე გამოავლინა რაღაც უფრო ხელშესახები. დადასტურებული დართვა კიდევ ერთ ბევრად ნაკლებად ღირებულ ამერიკულ სამხედრო საშუალებას. MQ-9 რიპერის ტიპის დრონი. ასევე ზოგჯერ ცნობილია როგორც Predator B. General Atomics-ის MQ-9 რიპერი ვერც კი შეედრება F-35-ს. ეს არის საშუალო სიმაღლის ხანგრძლივი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც შეუძლია როგორც დისტანციური მართვა, ასევე ავტონომიური ფრენა და ASHS-ის საჰაერო დალებში შევიდა ექსპლუატაციაში 2007 წელს. ასობით ასეთი დრონი მას შემდეგ აშენდა და მათ დაამტკიცეს თავიანთი ღირებულება საბრძოლო ოპერაციებში ერაყში, ავღანეთში და სხვა ადგილებში. წლების განმავლობაში ბევრმა ქვეყანამ დააბანდა თანხები რიპერის დრონებში, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ, ინდოეთმა, ესპანეთმა და ტაივანმა. და ASHS-ში ისინი რეგულარულად გამოიყენა ირანში ომის დაწყების შემდეგ. მისი სიგრძე 36 ფუტია, ფრთების გაშლა 66 ფუტი, ხოლო სიმაღლე 12.5 ფუტი. ეს დრონები მნიშვნელოვნად უფრო პატარა სამიზნეებია, ვიდრე F-35, მაგრამ მათი მოხვედრაც ბევრად უფრო ადვილია. ისინი არ არის შექმნილი მაღალი დონის შეუმჩნევლობის ან გადარჩენის უნარისთვის. ამიტომაც არ აქვთ იდიო ტიპის ელექტრონული ომის სისტემები, ჩამხშობი კომპლექტები ან მაღალი სიჩქარის თავიდან აცილების შესაძლებლობები. როგორც მსოფლიოს წამყვანი გამანადგურებელი თვითმფრინავები, შეიძლება ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი იმედგაცრუებული იყო იმით, თუ რამდენად მარტივად მოახერხა F-35-მა. გაქცევ და ამიტომაც იყო ასე სასოწარკვეთილი, რომ როგორმე მიეღწია გამარჯვებისთვის. თავისი პროპაგანდისტული მანქანის გასაძლიერებლად, მან მიზანი გადაიტანა MQ-9-ზე, რომელიც გაცილებით მარტივი სამიზნე იყო გასანადგურებლად. საუბარი იყო დრონზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით სპარსეთის ყურეზე სადაზვერო მისიის ფარგლებში ჩვეულებრივ მარშრუტს ასრულებდა. როდესაც ირანმა ცეცხლი გახსნა და ის ფრენისას ჩამოაგდო, დრონი განადგურდა, ხოლო ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია ზეიმობდა. ასევე განაცხადეს, რომ ცეცხლი გაუხსნეს მეორე დრონს, კერძოდ კი RQ-4 ტიპის სადაზვერო დრონს. და დაიტოვა ლეგიტიმური და უპირობო უფლება, რომ პასუხი გაეცა ზავის შეთანხმების ნებისმიერ აღქმულ დარღვევაზე საპასუხოდ. საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო ირანის უმაღლესი სარდლობისთვის. ირანის რევოლუციურმა გვარდიამ დაამტკიცა, რომ შეეძლო და გაანადგურებდა დასავლური იარაღს, რომელიც ძალიან ახლოს მივიდოდა. მაგრამ სანამ ისინი ზეიმობდნენ, შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა უკვე ამზადებდა თავის პასუხს. ირანელებს შეიძლება ეგონათ, რომ გარკვეული უპირატესობა ჰქონდათ, რადგან ახალი აიათოლა ასე ფიქრობდა. მისი უზარმაზარი დრონების არმია პრისთვის ფაქტობრივად უხილავი იყო. მთელი ეს ჯგუფები ფარულად იყო დამალული მიწისქვეშა ბაზებსა და სანაპიროს მიყრუებულ ადგილებში. რეალურად ASHS-ში აქტიურად აგროვებდა მონაცემებს, აანალიზებდა დაზვერვას და ზუსტად ადგენდა იმ ადგილებს, სადაც ირანის რევოლუციური გვარდიის რესურსები ინახებოდა. ის ინახავდა ამ ინფორმაციას და ელოდა მომენტს, რომ როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდებოდა, გამოეყენებინა. ცეცხლის შეწყვეტის დარღვევით ირანმა ეს შესაძლებლობა თავის მოწინააღმდეგეს პირდაპირ ხელში ჩაუგდო. დარჩენილი იყო მხოლოდ პასუხის განხორციელება. ეს პასუხი 28 მაისს მოვიდა. სწორედ მაშინ მიეცა მწვანე-შუქი, ფრთხილად კოორდინირებულ სწრაფ საპასუხო დათმობას, რომ დაეტრა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე. ქვეყნის სამხედრო ქსელის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კვანძს, პორტ ქალაქ ბანდარ-აბას. ირანის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ჰორმუზის სრუტის წყლებს გადაჰყურებს. ბანდარ-აბასი შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო ნერვული ცენტრია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კონტროლის კონტროლში. ის წლების განმავლობაში ირანის რეგულარული საზღვაო ძალების შტაბ-ბინად და ასევე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო შტოს შტაბ-ბინად ფუნქციონირებდა. და მისი სტრატეგიული მდებარეობა ირანს საშუალებას აძლევს გააკონტროლოს და ძალა გამოავლინოს სრუტესა და მის ფარგლებს გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე ირანის საზღვაო ძალების დიდი ნაწილი გაანადგურა, ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს მცირე ნავების ფლოტი, რომლებსაც ის ხშირად გზავნის ჯგუფებად, რათა შეუტიოს ამერიკულ სამხედრო გემებსა და სავაჭრო ხომალდებს, რომლებიც ცდილობენ წყლის გზის გადაკვეთას. რაკეტებით, ნაღმებითა და ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული ეს ნავები შეიძლება პატარა ჩანდეს, მაგრამ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ, განსაკუთრებით სათვითო გემებისა და ნავთობის ტანკერებისთვის, რომლებიც თავს ვერ იცავენ. შემდეგ არის დრონებისა და რაკეტების საფრთხე. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა განათავსა საჰაერო იარაღების მთელი სპექტრი, ბანდარ-აბასიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან. იგზავნება უპილოტო საფრენი აპარატების ჯგუფები და ანტიგემის რაკეტების სრუტის თავზე, რათა მოულოდნელად დაარტყას გამძლე გემებს. მაგრამ შეერთებული შტატები ყველაფერს იცის. ის ყურადღებით აკვირდება ბანდარ-აბასს, ისევე როგორც ირანის სანაპიროზე მდებარე სხვა სტრატეგიულ ობიექტებს, უკვე რამდენიმე კვირა.
ხოლო რამდენიმე დღით ადრე მან კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია. ქალაქზე დარტმა მიაყენა, როგორც პასუხი საზღვაო ძალების გამანადგურებლებზე თავდასხმასვაზე. ეხლა ის მზადაა არა მხოლოდ გაიმეოროს ეს ქმედებები, არამედ გაამწვაოს ისინი. ირანმა შეიძლება ერთი ამერიკული დრონი ჩამოაგდო, მაგრამ აშშ-ში აპირებდა გაცილებით უფრო ძლიერი დარტმა მიეყენებინა საპასუხოდ. 22 მაისის კამთენიისას საბოლოო ბრძანება შევიდა და ბანდარ აბასმა კიდევ ერთხელ იქცნო შეერთებული შტატების სამხედრო ძალის სრული სიმძიმე. ქალაქის თავდაცვითი პერიმეტრების გვერდის ავლით, რომლებიც უკვე სერიოზულად იყო დასუსტებული წინა თავდასხმების შედეგად. ცენტკომის ძალებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც აიათოლას უპილოტო არმიას ჰაერში ამყოფებდა. მისი დრონების ოპერაციული ცენტრები. ერთ-ერთი ასეთი ცენტრი ზუსტი საბრძოლო მასალებით დაიბომბა. ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსს დარჩენილი რამდენიმე ღირებული რესურსიდან ერთ-ერთს სერიოზული ზიანი მიაყენეს. ეს ცენტრებია ის ადგილები, სადაც დრონები იკრიბება, ინახება და იგზავნება ჯგუფური შეტევებისთვის. ეს ის ადგილებია, სადაც დრონების ოპერატორები გადიან წვრთნას და სრულყოფენ თავიანთ უნარებს, რათა უპილოტო საფრენი აპარატებით დაუსჯელად დაბომბონ როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ობიექტები. ისინი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ირანის რეჟიმისთვის, რათა ჰქონდეთ რაიმე შანსი გავლენის მოპოვებისა, ჰორმუზის სრუტესა და მთლიანად სპარსეთის ყურის რეგიონში. ხოლო ამ ცენტრების მეშვეობით შეუძლია ქვეყანას განახორციელოს დარტმები მეზობელ ქვეყნებზე, როგორიცაა ქუეითი, ერაყი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. და რამდენიმე უკვე განადგურებულია. სწორედ ამიტომ ირანი მარტის დასაწყისში დღეში დაახლოებით 400 დრონის გაშვება შეეძლო, ხოლო მაისისთვის მხოლოდ რამდენიმე ათეულს. რაც უფრო მეტ ასეთ ობიექტს ანადგურებს აშშ-ში, მით უფრო უჭირს ირანის რევოლუციურ გვარდიას ოპერირება. რადგან ამ ცენტრების გარეშე მნიშვნელობა არ აქვს, ამდენად დიდია აიათოლას უპილოტო აპარატების არმია. მისი მასობრივი შეტევის სტრატეგია სულ უფრო ნაკლებად ეფექტური ხდება, როცა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ჯოგებს ამუშავებს, აღარ არსებობს. მარილის დაყრაჭრილობაზე აშშ-მ ასევე განაცხადა, რომ დარტმის დროს ბანდარ აბასის ცაში დაკონებული 4 ირანული დრონი ჩამოაგდო. და მოულოდნელად ირანში განწყობა ზეიმიდან სასოწარკვეთამდე შეიცვალა, რადგან თეირანი კიდევ ერთ მძიმე და უსიამოვნო რეალობას შეეჯახა. მათი თითქოს და საიდუმლო დრონების არქიტექტურა სულაც არ აღმოჩნდა ასეთი საიდუმლო. როგორც აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის თამოყარეობას დარტყმა მიადგა. მაგრამ კიდევ ერთხელ ის არ იყო მზად დამარცხებას ცხება ეღიარებინა. პრობლემა კი ის იყო, რომ მას უბრალოდ არ ჰქონდა რესურსები აშშ-ისისთვის სერიოზული საპასუხო დარტყმა მიეყენებინა. თუნდაც ყველაფერი რაც დარჩა, აშშ-ის საზღვაო ძალების წინააღმდეგ გამოეყენებინა. დიდი ალბათობით ის უბრალოდ ფუჭად დახარჯავდა თავის რესურსებს და კიდევ ერთ დამცირებას მიიღებდა. ამიტომ ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის უმაღლესი სადლობა დაბრუნდა ნაცნობ ტაქტიკაზე. ისინი ეძებდნენ უფრო დაუცველ და მარტივ სამიზნეს. და მათ იპოვეს იგი არა ჰორმუზის სრუტის წყლებში, არამედ ახლომდებარე ქუეითის სახელმწიფოში. ეს შედარებით პატარა დასავლეთ აზიური ქვეყანა ირანისთვის პოპულარული სამიზნე გახდა ომის დაწყების შემდეგ. სინამდვილეში კონფლიქტის პირველივე დღეს, თებერვლის 28 რიცხვში, ირანმა დრონებით დაატყა ქუეითის საერთაშორისო აეროპორტსა და ალი ალ-სალემის სამხედრო ბაზას. შემდეგ კვირებში ქუეითმა დამატებითი დრონებისა და რაკეტების დათმობები გადაიტანა, რომლებიც ძირითადად აშშ-სა და იტალიის სამხედრო ობიექტებზე იყო მიმართული. მაგალითად, კემპ ბერინგის ამერიკულ გარნიზონზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ქუეითის ეროვნული გვარდია, რომელსაც აშშ-ს ძალები უჭერდნენ მხარდ მხავს, შეძლო თავისი სააერო სივრცეში შემოსული მტრის საჰაერო საშუალებების უმეტესობის ჩამოგდება. ამერიკული შეტევიდან ბანდარ აბასზე სულ რამდენიმე საათში ქუეითმა გამოაცხადა, რომ საკუთარი საჰაერო თავდაცვა გააქტიურა. ირანის რევოლუციურმა გვარდიამ მიზნისკენ რაკეტების ზალპი და მცირე რაოდენობის დრონების ჯგუფი გაუშვა. ამერიკის უცნობი ავიაბაზა და ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ მათ გარშემო აფეთქებების ხმა ისმოდა. საბედნიეროდ მალე გაირკვა, რომ ეს აფეთქებები გამოწვეული იყო არა ირანის რაკეტებისა და დრონების მიზნებში მოხვედრით, არამედ მათი გზაში ჩაჭრითა და ჰაერში განადგურებით. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ობიექტები სპარსეთის ყურეში დაცულია მრავალფენოვანი ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებით, მათ შორის ტერმინალური მაღალი სიმაღლის არეალის თავდაცვითი საშუალებებით და პატრიოტის სარაკეტო გამშვები დანადგარებით, ირანული იარაღს თითქმის არ ჰქონდა შანსი წარმატებით მოეხვედრა სამიზნეებს. და ამ ეტაპზე ქუეითში არ დაფიქსირებულა არც ზიანი და არც მსხვერპლი. მაშინაც კი, როცა ის შესაძლოა ჯერ კიდევ ინარჩუნებდა სანდოობას, რაც ბუნდოვან ფორმაში და თითქოს კვლავ არსებობდა დიპლომატიის ჭრილოვან დარბაზებში. ცეცხლის შეწყვეტა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის პრაქტიკულად დასრულებული იყო. ცხადი იყო, რომ ირანის შეთანხმებას არაკეთილ სინდისიერად დათანხმდა და არასდროს ჰქონდა განზრახვა შეემსუბუქებინა თავისი ბლოკადა სრუტეში. ამასობაში ირანის რევოლუციური გვარდიის ძალების მიერ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ გაგზელებულმა თავდასხმებმა და აშშ-ის საზღვაო ძალების აშკარა პროვოცირებამ დაამტკიცა, რომ თეირანი მხოლოდ ბომბებისა და ტყვიების ენას უსმენდა. ამგვარად აშშ-ში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა შეზღუდვების გარეშე, მაღალი ფსონების კონფრონტაციაში, განსაკუთრებულად ჯიუტ მოწინააღმდეგესთან. დიპლომატიური არხები დადუმდა, რადგან ორივე ქვეყანა მომდევნო მოვლენებისთვის ემზადებოდა. ისეთი შთაბეჭდილება იქნებოდა, თითქოს ირანმა თავისი ბარათები ქუეითზე თავდასხმით გათამაშა და ბურთი კვლავ ამერიკის მოედანზე გადავიდა. სოფლიო თვალს ადევნებდა და ელოდა თუ როგორ უპასუხებდნენ აშშ-ის ძალები. თუმცა რაც შემდეგ მოხდა, იყო სულ სხვა.
კუთხეში მიმწყდეულმა და ზეწოლის ქვეშ მყოფმა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ სიფრთხილე გვერდზე გადაედო და სამხრეთ სანაპიროზე დარჩენილი საჰაერო თავდაცვის საშუალებები გაეაქტიურებინა. დაეფიცათ, რომ ნებისმიერ სამიზნეს, რომელიც მათ რადარის ველებში მოხდებოდა, მიუხედავად იმისა, რა იყო ის ან ვისგან მოდიოდა, ცეცხლს გაუხსნიდნენ. ამ ეტაპზე თავშეკავების ან მშვიდობისკენ სწრაფვის ყოველგვარი მოჩვენებითობა გაქრა. და ირანის პერსპექტივიდან იდეალური სამიზნის გამოჩენას ბევრი დრო არ დასჭიროებია, რომ რადარის დიაპაზონში შესულიყო 31 მაისს. კიდევ ერთი ამერიკის შეერთებული შტატების დრონი MQ-1 პრედატორი საერთაშორისო წყლებზე მოქმედებდა. როდესაც ირანის საჰაერო თავდაცვის ბატარეამ მასზე დამიზნება მოახდინა და მიწა ჰაერის რაკეტა პირდაპირ მისკენ გაუშვა, დრონს არანაირი შანსი არ ჰქონდა. მისი ნამსხვრევები ქვემოთ წყლებში ჩამოიყარა. ისტორიის უცნაური გამეორებისას და ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის სრული უუნარობის პირობებში, რომ ისტორიის გაკვეთილები ისწავლოს, თეირანი კვლავად ზეიმობდა. ის ამაყობდა თავისი გამორჩეული სამხედრო შესაძლებლობებით, ხოლო სახელმწიფო მედია ერთი დრონის ჩამოგდებას სტრატეგიულ მიღწევად წარმოაჩენდა. რეალურად ირანმა კვლავაც მხოლოდ ის გააკეთა, მხოლოდ დათს უჩვლით და ეხლა მის კლანჩებს იგრძნობდა. როგორც ამ კონფლიქტის ამ ეტაპზე ჩვეულებრივი იყო, აშშ-ს სწრაფად გეგმავდა და ახორციელებდა თავის პასუხს. დრო არ დაუკარგავს ირანის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტების ამოსაცნობად და გასანადგურებლად. დრონის დაკარგვის შემდეგ კიდევ ერთხელ ამერიკული პასუხი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ირანის ამდენიმე ობიექტზე დარტყმით ან მათი ერთ-ერთი დრონის განადგურებით. ეს არ იქნებოდა უბრალო პასუხი პასუხად. აშშ-ის საპასუხო შეტევა კიდევ ერთი მაგალითი იყო ირანისა და ამერიკის სამხედრო ძალებს შორის უზარმაზარი უთანასწორობის. სანამ ირანის რევოლუციური გვარდია დრონის განადგურებას ზეიმობდა, აშშ-მ თავისი მსოფლიოში მოწინავე საჰაერო საშუალებების ნაწილი სასტრაფოდ ჰაერში ასწია. პილოტები ავიდნენ თავიანთ გამანადგურებლებზე და შეტევით თვითმფრინავებზე. თავბრუდამხვევის სიჩქარით აფრინდნენ ცაში და მიზნებისკენ გაიქანეს. შთამბეჭდავი რაკეტების არსენალით შეიარარებულები, რომლითაც მარტივად შეუძლიათ როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო სამიზნეების განადგურება, ამერიკული თვითმფრინავები შევიდნენ ირანის საჰაერო სივრცეში და მტერზე ცეცხლი დაატეხეს. პირველ რიგში მათ ყურადღება გაამახვილეს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, რომლებიც ირანს ეგონა, რომ უსაფრთხოდ ჰქონდა დამალული სანაპირო თავშესაფრებში. კიდევ ერთხელ, ირანის რევოლუციური გვარდია გაცილებით ნაკლებად კომპეტენტური აღმოჩნდა დამალად ზამალო ძებნაში, ვიდრე ამტკიცებდა. სარაკეტო ბატარეების ზუსტი მდებარეობები გამოვლინდა და მიეწოდა გამანადგურებელი თვითმფრინავების პილოტებს, რომლებმაც ისინი სწრაფად გაანადგურეს, სანამ ოპერატორებმა გაიგებდნენ რა მოხდა. აშშ-ის გამანადგურებელი თვითმფრინავები შემდეგ ირანის რევოლუციური გვარდიის კიდევ ერთ სახმელეთო საკონტროლო სადგურზე გადავიდნენ. და წამებში ირანის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძი ბრძოლის ველიდან წაიშალა. რაც კიდევ უფრო დაასუსტა ქვეყნის ისედაც დასუსტებული ლოგისტიკა. საბოლოო შტრიხი მისიის შესრულებამდე, საბრძოლო ზონის დატოვებამდე. ამერიკულმა გამანადგურებლებმა ასევე გაანადგურეს 2 ირანული კამიკაძე დრონი, რომლებიც მზად იყვნენ დაემუქრებოდნენ ან პოტენციურად დაესხმენთა თავს რეგიონში მოძრავ კომერციულ გემებს. და ამით შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დატოვა ირანი თავისი ქმედებების შედეგებთან მარტოგებთან მარტ. მან ნამდვილად გაანადგურა ერთი დრონი, მაგრამ სანაცვლოდ დაკარგა კიდევ 2 დრონი. მთელი დრონების საკონტროლო ცენტრი და საჰაერო თავდაცვის მრავალი სისტემა. მოულოდნელად პრედატორის ჩამოგდება აღარ ჩანდა ისეთი რამ, რითაც ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია იამაყებდა. ამ ეტაპზე შეიძლება ვიფიქროთ, რომ ირანის სამხედროები ცოტა ხნით გაჩუმდებოდნენ და დრო გამოიყენებდნენ შემდეგი ნაბიჯის დასაგეგმად. ასე მოიქცეოდა ლოგიკური და გონიურული ძალა. მაგრამ ირანის რევოლუციურმა გვარდიამ დაამტკიცა, რომ ის არაფრით არის ლოგიკური და გონიურული. კიდევ ერთხელ მისი უმაღლესი სარდლობის ეგომ ყოველგვარ გონიურულობას გადააჭარბა. კიდევ ერთხელ ირანის რევოლუციურმა გვარდიამ გადაწყვიტა, რომ არ გაჩუმებულიყო, არამედ კიდევ ერთი შეტევა დაეწყო. სასოწარკვეთილი წინააღმდეგობის ნიშნად მან თავისი 2 ყველაზე ძლიერი დარჩენილი საშუალების, ბალისტიკური რაკეტების თვილის და უყოვნებლივ გაშვება ბრძანა, რომლებიც ირანის შიდა ტერიტორიაზე მიწისქვეშა სილოსებში იყო დამალული. მათი სამიზნე ისევ ქუვეითში მდებარე ამერიკული ავიაბაზა იყო. ისინი იქამდე ვერ მიაღწევდნენ. თუმცა აშშ-ის რადარებმა გაშვების მომენტშივე დააფიქსირეს ეს და დაუყოვნებლივ გაუშვეს საკუთარი ჩამთრელი რაკეტები. ირანული რაკეტები განადგურდა, საფრთხე განეიტრალდა. ეს ყველა თავდასხმა რამდენიმე თარიღზე, რამდენიმე დღეზე მოხდა, რომლებიც ირანისთვის სრულიად კატასტროფული აღმოჩნდა. ორივე მხარის საბოლოო შედეგებმა ყველაფერი ნათლად აჩვენა. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა შეძლო 2 ამერიკული დრონის ჩამოგდება და F-35-ის ვიდეო კადრების გადაღება. მათ ასევე რამდენიმე რაკეტა უშედეგოდ გამოიყენეს. ამ დროს კი აშშ-მ გაანადგურა 2 დრონების საკონტროლო ცენტრი და მრავალი საბრძოლო დრონი. ასევე დიდი რაოდენობით საჰაერო თავდაცვის სისტემები. თავად კი არ განუცდიათ არც ზიანი და არც დანაკარგი. ამ ოპერაციით მათ მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. სპარსეთის ყურე საკონტროლებს აშშ-ში და არა ირანს. და ნებისმიერი მცდელობა ეჭქვეშ დაატენონ მისი ავტორიტეტი, ყოველთვის ყველაზე გამანადგურებელი პასუხით დასრულდება. მაგრამ აიათოლას დრონების არმიის განადგურება მხოლოდ საჰაერო სივრცე დაიწყო. რეჟიმის ნამდვილი დამარცხებისთვის შეერთებული შტატების საზღვაო ძალებს სხვაზე მათი $1 მილიარდ ნავთობის ეკონომიკა უნდა გადაეკეტათ. იმის დასანახად თუ როგორ. ამერიკულმა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა უზარმაზარი ირანული ბლოკადის გამღვევი გემი პარალიზება მოახდინა, როდესაც ლაზერით მართვადი ბომბი პირდაპირ მის 6 ფუტიან საკვამოში ჩააგდო. და აცკაპონეთ ვიდეოზე თქვენს ეკრანზე ახლავე. და შემდეგ ბრძოლის ველზე შევხვდებით.